ჟანგბადის არსებობა მაინც და მაინც სიცოცხლის არსებობაზე არ მიუთითებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კოსმოსში სიცოცხლე არსებობს, ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს, არის თუ არა ამ სიცოცხლის პროდუქტი ჟანგბადი. ასევე ჟანგბადის რაოდენობა ატმოსფეროებში ხშირად მოსალოდნელად დაბალია. თუ დედამიწის მაგალითს გავითვალისწინებთ, ჟანგბადის რაოდენობა ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის ჩასახვამდე ძალიან მცირე იყო. სპეციფიკური აირები, ნახშირორჟანგი და მეთანი. მილიარდი წლის წინათ დედამიწის ატმოსფერო სხვადასხვა აირებს შეიცავდა. მათ შორის იყო ნახშირორჟანგი და მეთანი. ეს ორი აირი ერთმანეთთან შეუთავსებელია, რადგან ნახშირორჟანგი თანდათან აქრობს მეთანს. თუ, რა თქმა უნდა, ცოცხალი ორგანიზმები არ უზრუნველყოფენ იმას, რომ ატმოსფერო მეთანით მუდმივად გაამდიდრონ. თუ ატმოსფეროში მეთანია, ამის ახსნა რთულია ცოცხალი ორგანიზმების გარეშე. ამბობენ მეცნიერები. ამიტომაცაა, რომ ჟანგბადის გარდა მკვლევარებმა სხვა აირების ზებნაც დაიწყეს. დედამიწის არსებობის პირველ ნახევარში პლანეტის ატმოსფერო 4 ერთმანეთთან შეუთავსებელ აირს შეიცავდა: ნახშირორჟანგს, აზოტს, მეთანსა და წყალს. მათგან ყველაზე ადვილად დასადგენი მეთანი და ნახშირორჟანგია, თუმცა 4-ვე კომპონენტის პოვნა, რა თქმა უნდა, სასურველია. ახალი კვლევის თანახმად კი სხვა პლანეტებზე შესაძლოა სიცოცხლე სრულიად განსხვავებული ელემენტებისგან წარმოქმნილი იყო, ვიდრე დედამიწაზე, სადაც ის ნახშირბადზეა დაფუძნებული. ჩვენს მშობლიურ ციურ სხეულზე სიცოცხლე ორგანული ნაერთებისგანაა ფორმირებული, რომლებშიც მთავარ როლს სწორედ ნახშირბადი ასრულებს. თუმცა ისინი ხშირად წყალბადს, ჟანგბადს, აზოტს, ფოსფორსა და გოგირდსაც შეიცავს. ამის მიუხედავად მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ პოტენციური არამიწიერი არსებების ჩამოყალიბებაში, მაგალითად, სილიციუმს მიუძღოდეს წვლილი. დედამიწაზე მიმდინარე ბიოლოგიურ პროცესებში მნიშვნელოვანია ავტოკატალიზიც, ანუ თვითმკმარი რეაქციები. ამ დროს წარმოიქმნება მოლეკულები, რომელთა მეშვეობითაც ერთი და იგივე ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს. ავტოკატაკლიზის ერთ-ერთი მაგალითი გამრავლებაა, ურომლისოდაც ცხოველთა ამდენი პოპულაცია ვერ იარსებებდა. ერთი უჯრედი იყოფა და ორ უჯრედს წარმოქმნის, რომელიც 4-ად იყოფა და ასე შემდეგ. რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება სავარაუდო ურთიერთქმედებების რიცხვიც. ახალ კვლევაში სპეციალისტებმა არაორგანული შენაერთების ავტოკატალიზი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ შესაძლოა ის აბიოგენეზს, ანუ არაცოცხალი მატერიიდან სიცოცხლის ფორმირებას დაედოს საფუძვლად. მათ ეგრეთ წოდებული კონპროპორციონული ციკლები გაანალიზეს, რომლებსაც მოლეკულის რამდენიმე ასლის წარმოქმნა შეუძლია, რაც ამ პროცესის ციკლური გამეორებისთვის საჭირო პირველადი მატერიაა. ასე ვიღებთ ავტოკატალიზს. აღნიშნული რეაქციების საპოვნელად ავტორებმა ციფრულ ბაზაში არსებული 2 საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა ენაზე დაწერილი ნაშრომები შეისწავლეს. შედეგად, მათ ავტოკატალიზური რეაქციების 270 ციკლი გამოავლინეს, საიდანაც უმეტესობა ორგანულ ნაერთებს